მოგესალმებით 2026 წლის 8 ივლისია 10 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ჯგუფურ ჯგუფს ჰქონდა ადგილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში სანამ დეტალურად გადავიდოდე ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მოგიწოდებთ იმათ ვისაც აქ ამ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგეხსენებათ, გასულია უკვე 10 დღეზე მეტი ზემოხსენებული ჭუბის შემდეგ, მაგრამ არანაირი ნიშანწყალი აღნიშნულ საკითხთან პარლამენტში მომხდარ ჭუბთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული არ ვიცი როგორ დავარქვა ხუმრობა თუ ხუმრობანარევი განცხადებები თუ განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ მოგეხსენებათ ლაპარაკი იყო ორსულობის ცნობის მოთხოვნაო და ავდაგვარი ხუმრობები თუ ხუმრობა და რაიმე კონკრეტული ძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის. მე მინდა ვთქვა რომ არ არის სახუმაროდ საქმე რადგანაც იმ ვითარებაში, როდესაც ქალბატონი ელენე ხოშტარია თავისუფლება აღკვეთილია ბანერის დაჯღაბნისათვის და ქალბატონი მზია ამაღლობელი თავისუფლება აღკვეთილია სილის გაწვნიდან გამომდინარე ლოყის გაწითლებისათვის ამ დროს ხუმრობა იმ საკითხზე და იმ თემაზე რომ მოხდა ჯგუფური ჭუბი პარლამენტის სხდომათა დარბაზში და გამოძიებაც არ არის დაწყებული, ჩემი აზრით ასეთი ხუმრობა შეუსაბამოა. თქვენ მოგეხსენებათ რომ არაერთხელ ოცნების ლიდერების თუ სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან ისმის რომ დაახლოებით ასეთი პათოსი რომ როდესაც ლაპარაკი არის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ, დაჯარიმებულ თუ თავისუფლება დაკავებულ თუ თავისუფლება აღკვეთილ პირებზე დაახლოებით ასეთი პათოსი რომ არ დაერღვიათო კანონიო და ხო არ დაისჭებოდნენო და საქართველოში არის დღეს კანონის უზენაესობაო. მე მინდა გითხრათ თუ კი ეს ასეა მაშინ ჩდება შეკითხვა რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზემოთ ნახსენებ ჭუბთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ პარლამენტის წევრის იმუნიტეტი არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამოძიების დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო კონკრეტულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში გამოძიების დაწყება სავალდებულოა. დაახლოებით ახლა სიტყვით არ მინდა რომ გავიმეორო ის ზემოხსენებული მუხლი რომ ტერმინები არ შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს ზემოხსენებული მუხლი რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. ხოლო 101 მუხლში ლაპარაკია მათ შორის იმაზე რომ ინფორმაცია შეიძლება დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება წარმოადგენდეს მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია. მოგეხსენებათ მასმედიაში უკვე რამდენი ხანია ტრიალებს კადრები ზემოხსენებულ ჭუბთან დაკავშირებით და მიმდინარეობს მრავალი მიმოხილვა ზემოხსენებული საკითხის. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასეთ დროს გამოძიების დაწყება სავალდებულოა, გამოძიება ჯერჯერობით ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ალბათ არ არის დაწყებული. ყოველ შემთხვევაში მე მგონი საზოგადოებისთვის რაიმე ცნობილი ამასთან დაკავშირებით არ არის. რაც სერიოზულ შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის იმ მე-11 მუხთან იმ მიმართულებით რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში საუბარი არის რომ სამართლის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. თუ სამართლის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, მაშინ რატომ არის ქალბატონი ელენე ხოშტარია თავისუფლება აღკვეთილი ბანერის დაჯღაბნისთვის, რატომ არის
ქალბატონი მზია მოღლობელი სილის გაწვრიდან გამომდინარე ლოყის აწითლებისთვის თავისუფლება აკვეთილი, რატომ არის არაერთი პიროვნება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თავისუფლება აკვეთილი, დაპატიმრებული, დაკავებული თუ დაჯარიმებული და ამ დროს რატომ არ არის დაწყებული გამოძიება ზემოხსენებულ ჯგუფთან დაკავშირებით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნების არაერთი ლიდერისგან გვესმოდა, რომ არ დაეშავებინათ და არ დაისჯებოდნენო და საქართველოში კანონის მიხედვით ხდებაო ესო, ეს სიმართლეს არ წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის კანონის წინაშე სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობის პრინციპთან შესაბამისობაში. ახლა და საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს საქართველოს უმაღლეს სამართლებრივ აქტს. ყველა სამართლებრივი აქტები საქართველოში უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. ანუ სერიოზულად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 11 მუხლის მოთხოვნა სამართლის წინაშე თანასწორობის შესახებ. რაც რა თქმა უნდა ურტყავს საქართველოს დემოკრატიის ინდექსს, რომელიც ისედაც ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. მოგახსენებთ, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანად ითვლება ბრიტანული მედია კომპანია ეკონომისტის მონაცემები, სადაც 10-ქულიან სისტემაში, სადაც 10-დან 6-მდე დემოკრატიული სახელმწიფოების ჩამონათვალია, სადაც 6-დან 4 ქულამდე ჰიბრიდული, ანუ ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის შერეული რეჟიმების ჩამონათვალია, ხოლო 4 ქულის დაბლა უკვე ოფიციალურად ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი იწყება, რომელიც მთავრდება ჩრდილოეთ კორეით, მიანმით ყოფილი ბირმა და ავღანეთით. და ამ სიაში 2025 წლის მონაცემებით საქართველოში დემოკრატიის ინდექსი შეფასებულია 4.34 მეასედი ქულით, ანუ მხოლოდ 0.34 მეასედი ქულა აშორებს საქართველოს იმ ეგრეთ წოდებული წითელი ხაზიდან, რასაც ქვია 4 ქულა, რომლის დაბლაც ოფიციალურად ზემოხსენებულ სიაში ოფიციალურად იწყება ავტორიტარულად გამოცხადებული რეჟიმების ჩამონათვალი. და რა თქმა უნდა, ჩვენ ოცნების ლიდერებიდან ხშირად გვესმის ლაპარაკი, როდესაც მათ დემოკრატიის მიმართულებით აკრიტიკებენ, რომ უსამართლოდ მიაჩნიათ. და რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა, რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ, როდესაც ამ დონეზე ირღვევა სამართლის წინაშე ადამიანთა თანასწორობა, ურტყამს ზემოხსენებული ინდექსს. ხოლო თუ კი ზემოხსენებული ინდექსი ჩაცდება 4 ქულას, თუ კი ასეთ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალურად გადავა ავტორიტარულად აღიარებული რეჟიმების სიაში, რაც თქვათ და თუ ასეთი რამე მოხდა, გამანადგურებელი დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკისათვის, ეს იცოდეთ, რადგან ეს სერიოზულად შეამცირებს საქართველოს ისედაც არც თუ ისე მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას, შეამცირებს კაპიტალს, რაც დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას და გააძვირებს ისედაც ძვირ პროცენტებს საბანკო სესხებზე.